მე ვარ ლანა ალვანია. რამდენი წლის ხარ? თუ 15. ლანა, ყველაზე ძალიან რა გინდა, რაზე ოცნებობ? რომ ფეხზე გავია. ჩემი სურვილია რომ ლანა დღე გათენდეს ისე რომ არ კონდეს ტკივილი და რაღაცა უკეთესის მოლოდინი მაქვს ამ ხრივ რომ რაღაცა ჩვენთვის შეიცვლება და რაღაცა შედეგამდე მივალთ. ამდენი წვალება, ამდენი წლის ლანასი პირველ რიგში და შემდეგ ჩემი მგონია რომ უშედეგოდ არ ჩაივლის. ჩემთვის ძალიან რთული ასეტანიაშვილის ესეთ მდგომარეობაში ნახვა. დიაგნოზი თავიდანვე ცნობილი იყო ჩემთვის, რომ ქონდა რიგი პრობლემები და ქონდა ცერებრალური დამბლა. დავიწყეთ მკურნალობა, ეტაპობრივად ვიკეთებდით მასაჟებს, სხვადასხვა თერაპიებზე დავდიოდით, დავყავდა. ამ ეტაპზე ხერხემლის სკოლიოზი აქვს და აქვს ძალიან დიდი ტკივილები, რაც ვიზუალურადაც ეტყობა, ისე აქვს უკვე ხერხემალი გამრუდებული, რომ პრაქტიკულად რომ ვაწვენ ბავშვს ზოგზე საერთოდ ვერ ვაწვენ, ვერ იშლება, მუდმივად არის გვერდულ მდგომარეობაში. ოპერაციის ღირებულება $25,000 და ნუ ეხლა მოგეხსენებათ დოლარის კურსი სადამდეა მისული და კიდევ გრჩება სადღაც 20-22,000 ლარი მოსამობილიზებელი, რისი რესურსიც აბსოლუტურად უკვე აღარ მაქვს. მაინც მეიმედება გულისიღრმეში რომ ეს თანხა რაღაცნაირად ლანასთვის და ჩვენთვის მოგროვდება. შარშან ოპერაცია გაკეთდა, მყესების დაგრძელება, მინჯბარწაყის გაგანიერება ბატონ ჯანერჯენგეს თურანთან, რამაც ასე თუ ისე შესამჩნევი შედეგი მისცა ლანას, იმიტომ რომ პრაქტიკულად მუხლში ისე იყო ჩაკეტილი, რომ ფეხებს საერთოდ ვერ შლიდა, ანუ ბავშვმა 13 წელიწადი ისე იცხოვრა, რომ ფეხის გაშლა რა იყო, ეს ლანასთვის იყო შეუძლებელი. მედიცენტრის მეშვეობით გავიკეთეთ, უშუალოდ არ ვიცი, სიტყვები არ მეყოფა, მთელი გუნდის მიმართ სამადლობელოდ სანთქმელად, განსაკუთრებულად ტატო ჭედლიძის მიმართ, იმიტომ რომ არ ვიცი, სულ ამბობ, რომ ადამიანი არის, არ ვიცი, ღვთისგან ყველაფრით ბოძებული ყველას მიმართ, ყველა პაციენტის პრობლემა რო გულთან მიაქვს, არ ვიცი, იმ დონემდე მადლობელი ვარ. ლანა ეძახის ხოლმე ჩემი ტატო, იმდენად უყვარს, ნაგოშინ მირეკავს და მეუბნება, რომ ლანას უთხარია, რომ თავის ტატო მის გვერდით არისო. ტატო ძალიან კარგი ადამიანია. ის ყველას ეხმარება. ყველა უყვარს. ტატო მიყვარხარ. ვიღაცის მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმ 1 ლარით ხდება ზუსტად იმ თანხების შეკოწიწება, რასაც მიზნამდე მივყავართ და ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს რამის საშუალება აქვს, რომ ჩემი შვილის გადარჩენისთვის ყველას ოჯახშია პატარა და მე მინდა ყველას პატარა ჯამრთელი იყოს და ამიტომ მინდა რომ დამეხმარონ ჩემი შვილის გადარჩენაში.